ხელოვნური დამატკბობლები, რომლებიც საკვებშია გავრცელებული. რას აკეთებს? რატოა ის ცუდი? ზოგს ვერ ხვდება, ხო არის რაღაც დიეტურიან, ნულოვანი შემცველობის, მაგალითად რომელიღაცა გაზიანი სასმელი, ხა კომერციულ სახელებს აღარ ვიტყვი და ზოგი გეტყვის ხო ეს შაქარს ხო არ აწევს. ის ხო ნულოვანი შემცველობისაა. მაგრამ ხო ტკბილია ვეუნები, კი ტკბილია. აი სწორედ იქ არსებული დამატკბობლები, ყველა ეს საქაროზა იქნება თუ საქაროზა კიდე ხელოვნური დამატკბობლები, ასპარტამი და ასე შემდგომ. ესენი ყველა აკეთებენ ალტერაციას ჩვენი კუჭნაწლავის ტრაქტის. აი ამ ეპითელურ ბარიერს სპობენ. კი ბატონო. ამიტომ ჩვენი ეპითელური ბარიერი თუ ირღვევა და ეპითელური ბარიერი ირღვევა გარემოში არსებული პოლუტანტებით, მანგანის გამონაბოლქვით, სამშენებლო მტვერით. აი მარტივად რო ვთქვათ და უფრო შტამბეშტავი ციფრი რომ მოვიყვანოთ, დღეს ადამიანი, რასაც იყენებს, ჩვენ სადაც ვართ, ყველაფერი ხელოვნურია. რაც გვაცვია, ყველაფერი ხელოვნურია. რასაც მივირთმევთ, რეალურად ხელოვნურ რაღაცებშია შენახული. რასაც ვიყენებთ ჰიგიენურ საშუალებებს, რითაც ალაგებენ იმ სივრცეებს, სადაც ჩვენ ვართ. ანუ ადამიანი 250,000 ქიმიური ნივთიერების შემცველ პროდუქტს იყენებს, რომლის აღმავლობა დაიწყო 50-იანი 60-იანი წლებიდან. ჩვენს ყოველდღიურობაში ჩვენ შევიფუთეთ აი ამაში და აქედან 125-130,000 პროდუქტის სამედიცინო ზემოქმედება არავინ არ იცის. აი ამან დააზიანა იმდენად და ალტერაცია მოახდინა ეპითელური ბარიერების, რომ აი ერთი ახსნა რატომ მოხდა ასეთი დრამატული ზრდა. მოკეთ ეპიდემიოლოგიას კიდე რომ შევხედოთ და რომ დაუბრუნდეთ, რაც უფრო ნაკლებია ბუნებასთან კომუნიკაცია, აი ბიომრავალფეროვნების ნაწილია იგივე კუჭნაწლავზე, მაგრამ ორი სიტყვას ვიტყვი, არა მარტო გაზიანი სასმელი. აი სტრაფიკების პროდუქტები. რაც უფრო გაღარიბდება კვება, რასაკვირველია ჩვენი კუჭნაწლავი ამ დროს ღარიბდება, ანუ მიკრობიომი, მიკროფლორა იქ ირღვევა.